დაიწყო ბრძოლა The Avarian Wolf versus the Bad Boy. და ეგრევე ექშენით დაიწყო ჩვენი პირველი ბრძოლა. ძიმეო ჰენრი გადააგდო. შეტევით დაიწყო მიზა. უჭრის მიზა. აი ამას ვიძახდი დასაწყისში ძალიან გამოცდილია ის და ტეიქდაუნი პირველი წარმატებით დაასრულა. როგორც საჭირო მომენტი დაინახა და სივრცე ზურგზე მიდის საერთოდ ორი ჰუკი ორივე ფეხი ამოდებული აქვს და full mount-ში არის უკვე ავია ground and pound-ია ძალიან დომინანტური უკვე ეთყობა რომ აშკარად 14 სამოყვარულო ბრძოლაა გამართული მას. თან ეს არ არის უბრალოდ რაღაც რიგი ტურნირებზე, ეს არის მსოფლიო, ევროპა, იმაფის ჩატარებული ტურნირები მსოფლიო დონის და ასევე საქართველოს ჩემპიონატშიც ძალიან ბევრი ბრძოლა აქვს მას ჩატარებული. აქ ამბავი გადადის გაწმებით ჩაბარებულია ყველაფერი და დროის ამბავია. დროის ამბავია ნამდვილად კარგად უჭირავს. მაგრამ მოახერხა გაუტრიალდა აქ ჩვენ და გასაკვირად მოახერხა გამოსვლა უსტამო. ზურგზე ცდილობს full mount შეიძლება აქ გადავიდეს. როგორც ამბობდი გიორგი, მოკლედ ყველანაირი კრიტერიუმი უკვე ჩაბარებული აქვს. მირზას რომ პროფესიონალური დებიუტით წარმატებით ჩააბარა. წინაპირობა ყველაფერი გავლილი აქვს და ეს ყველაფერი სამკუთხედზე მიდის საერთოდ მირზა გაჯიევი. კარგად დაიჭირა ძალიან კარგად უჭირავს დაჭერილი სამკუთხედი. კი, დანებდა წარმატებით ჩააბარა მირზა გაჯიევმა მოდიში თავის პროფესიონალური დებიუტი შთამბეჭდავი პირველი რაუნდის სამკუთხედის ტკივნეული გამარჯვება ულოცავ. ამ ბიჭის ბრძოლაზე ვერავინ ვერ იტყოდა რომ ეს დებიუტი იყო. ძალიან გამოცდილი მებრძოლივით იქცევა ოქტაგონზე. გადავიდა armbar-ზე, ზურგზე. ცდილობდა პოზიციის აღებას, full mount-ზე აკონტროლებდა, დარტყმები მიაყენა და ბოლოს submission-ი წუთნახევარში დაასრულა თავის სადებიუტო ბრძოლა. ძალიან შთამბეჭდავი ბრძოლა იყო ნამდვილად. ფინიშიც თავისთავად ძალიან დომინანტური იყო. მიწაზე ფაქტიურად უშანსოდ დატოვა თავისი ოპონენტი მურვეთ მუსტამოვი. და GFC-ას ეცხოვანი სტარტი. Ladies and gentlemen, in the very first round, the referee in charge of the octagon has stopped this contest for the winner by submission, Mirza Gaziev. დიდი მომავალი აქვს, მე ესე ვფიქრობ გიორგი მირზას. ესეთი სტარტი, ესეთი პირველი რაუნდის ფინიში. ნამდვილად ბევრზე მეტყველებს და ბევრ კარგ მომავალს აჩვენებს აშკარად ამ უკვე პროფესიონალი MMA მებრძოლისთვის. ნებისმიერი პროფესიონალი მებრძოლი მოაწერდა ამ ფინიშზე ხელს.